აი ნახეთ, უკვე შემოვყევი და ფაქტურად ბოლო წერტილთან მოვედი. აი აქ ვარ ახლა. ახლა მოდით გაჩვენებთ ბოლოს ჩაკეტვას, რიგის ჩაკეტვას, ხო? აი აქ გეტყვით, რომ აი ამ ბოლო, აი ამ გვერდზე, როცა ასე ვქსოვდი, უფრო ღრმად ჩავდიოდი. აი ასეთ ძაფებში არ შევდიოდი, სულ ღრმად ჩავდიოდი, რომ ესე უფრო სწორი ზედაპირი მიიღება. აი ნახეთ. ეს შემდეგი უკვე აი აქ არის. მაგრამ უფრო ღრმად ჩავდიოდი, აი აქ. რომ ეს ზედაპირი, ნახეთ, ესე იდეალურად სწორი, კარგად გამოსულიყო. ესე. აქაც რა თქმა უნდა რიგი უნდა შევუსაბამოთ. ხო, რიგს ერთი თვალი. აი ესე და მორჩა. ეს არის ფაქტურად კუთხის ადგილი, აი ეს. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი და მორჩა. აი ფაქტურად ეს არის ჩვენი ნაკსოვი. ეხლა აი აქ მე მოვჭრი ძაფს და ამას გავაკეთებთ აქ შეუმჩნეველ დამთავრებას, ხო? როგორც თვის აი ესე. ანუ ეს თავისუფალი თვალის შემდეგ პირველი თვალი და აი ეს ბოლო თვალი ერთი და იგივე წერტილიდან გამოდიან. და შემდეგ აი ბოლო თვალს გულისხმობ თვალი ნამატის გარეშე რომ მოგხსოვე ეს. და მე უკვე ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვე. ეს უკვე კუთხისთვის. ახლა აი ეს ნახეთ, სწაფი გამოაძვრინეთ, ხო? და აი აქ თუ დააკვირდებით კარგად, აი ეს არის თქვენი პირველი თვალი, აი აქ. და აი ესე გავიტანთ უკან და აი სადაც ამოდის ხო ეს ძაფი, აი იქ ჩავიტანთ. აი ეს ნახეთ, აი ესეთი დამთავრება რომ გამოგივიდეთ. თუმცა უკან მაინც კვანძი კიდევ არის სასურველი რომ გაკეთდეს და ისე დავმალოთ ეს ძაფის ბოლო. აი ფაქტობრივად ეს ახლა უკვე მზად გვაქვს. აი ესეთი დიდი, საკმაოდ დიდი ნაკსოვია. და მტკიცე კიდეებით. აი ესეთი. ეხლა ჩვენ გვჭირდება გვერდითი ნაწილების მოქსოვა. ეხლა მე გაჩვენებთ ერთი უკვე მაქვს მოქსოვილი. აი ესეთი გვერდითი დეტალი გჭირდებათ. ერთი მხრიდან მიექსოვება, ხოლო მეორე მხარე აი ესე უნდა ჩაიკეცოს. და ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს მაგნიტური ჩამკეტი სასურველია, რომ აი ამ ზუსტად ამ ადგილას გააკეთოთ, აი ესე მოკეცავს და თან ესე ვთქვათ, ჩანთასაც ჩაკეტავს. და მეორე მხარეზეც აი ესეთი ორი დაგჭირდებათ. ეს ეხლა ერთია, ხო? ან წვილია, აი ეს ჩამკეტი ერთი გაქვთ. და კიდევ ერთს მე მაინც შევიძენ და მინდა რომ ძალიან ისე კარგად გავაკეთოთ ამაზად. ეს ფაქტობრივად ძირია, ეხლა მე ეს მოვნიშნე ნიშნულებით და აი ესეთი სიმაღლის. კარგით, აქაც ერთი რიგი უნდა შემოვყვეთ ბოლოს, ეს როგორც ძირითად ნაკსოვს გავუკეთეთ. ეხლა მოდით გავაგრძელოთ, ანუ გვერდითი ნაწილი, მეორე გვერდითი ნაწილი მაქვს მოსაქსოვე. გჭირდებათ 14 თავისუფალი თვალი ძირითადი უზორისთვის პლუს 1 ბიჯისთვის. ანუ ჯამში ეხლა ავკრიფავთ 15 თვალს. ერთი კვანძი, პირველი და ესე იგი 15 თვალი. ეს 1 მოგვსოვე, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. აი ეს 15 თავისუფალი თვალისგან ესეთი ჯაჭვი მოგხსოვეთ. ეხლა გვჭირდება მოვტრიალდეთ და ბოლოს წინა თვალში შედიხართ და თვალი ნამატის გარეშე. სულ თვლები ნამატის გარეშე გჭირდებათ. აქ გექნებათ 14 თვალი ნამატის გარეშე, ხო? აი მოტრიალების მე-15 თვალს არ ვთვლით იქ არ მოგვიგზოვიათ. აი ეს. თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე. რიგის ბოლოს აუცილებლად ბიჯისთვის ერთი თავისუფალი თვალი გვჭირდება და იგივე წესით გავაგრძელებთ ისევ თვლებს ნამატის გარეშე. მოდით ახლა აი ამ მოტრიალებას გაჩვენებთ და
მე მეგონი თქვენს გააგრძელებთ, სანამ არ დააგროვებთ 29 რიგს. აი ფაქტობრივად ეხლა მე პირველ რიგს ვქსო. ჯაჭვისებურ რთულებს არ ვთვლით, ხო? და ესე ეს არის პირველი რიგი. აი ესე. აი ეს არის ეხლა 14 თვალი ნამატის გარეშე. შეგვიძლია აქ ნიშნული გავაკეთოთ მაინც. აი პირველ თვალზე, აი ეს არის პირველი თვალი. აი ესე. 14 თვალი გაქვთ ნამატის გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ისევ 14 თვალი გექნებათ ორივე კედელში შესვლით და თვლები ნამატის გარეშე. აი ესე გაყევით, გსოვეთ და დააგროვეთ 29 რიგი. შემდეგ მე კიდევ დაგიბრუნდებით და ერთად შემოვუაროთ აი თვლებით ნამატის გარეშე. აი მოგსოვე 29 რიგი, ნახეთ. აი აქ ესე იგი ეს არის წაღმა მხარე, აი ძერს თუ შეხედავთ, ნახეთ. აი განსხვავებას ატყობთ, ხო? ეს არის თქვენი წაღმა მხარე, ანუ გარეთა მხარე ჩანთის. და ეს არის 29 რიგი, რაც მოგსოვე. ეხლა ჩვენ აქ გავაკეთებთ კუთხეს, ესე იგი ერთი თავისუფალი თვალი, იგივე თვალში თვალი ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა ეს ამ მოტრიალების შემდეგ ასევე თითო რიგს, თითო თვალს შევუსაბამებ, სანამ არ მივალთ მომდევნო კუთხესთან. ეხლა აქ გეტყვით მე, აი მე უკვე გადავთვალი და აქეთ უნდა გამოგივიდეთ აი თავისუფალი თვალის ჩათვლით, ხო, აი აქ სადაც მოტრიალებაა, ხო, კუთხე. თავისუფალი თვალის ჩათვლით, იმიტომ რომ ამასაც მივაკერებთ, როცა ჩანთის ძირითად ტანს უნდა მივაკეროთ, ხო? ეს გვერდითი ნაწილები და აი აქ ხედავთ მეგონი, ხო, ნახეთ, ეს არის თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი, თვალი ნამატის გარეშე, ერთი და იგივე თვალიდან გამოდიან, აი ეს. აი ამ თავისუფალი თვალის და აი მომდევნო თვლების ესე იგი ჩათვლით, სანამ არ მოხვალთ ისევ აი ამ თავისუფალ თვალთან, ამის ჩათვლით, აქაც გექნებათ ხო მოტრიალებისას თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი, თვალი ნამატის გარეშე. აი ამ თვალის ჩათვლით, თავისუფალი თვალის აქედან უნდა გქონდეთ 30. მესე 30 თვალი უნდა გქონდეთ. შეიძლება ერთი თვალი პლუს მინუს ცდომილება გამოგივიდეთ. შემდეგ აი ამ ნიშნულიდან ამ ნიშნულამდე ესენი არის თავისუფალი თვლები კუთხის. აი ამათ შორის უნდა გქონდეთ 14 თვალი ნამატის გარეშე, ნახეთ. აი ეს არის თვლება, ხო? აი ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 და შემდეგ უკვე აი ეს თავისუფალი თვალია. აი ეს 14 თვალი, რომელიც ესე გსოვდით, ხო, აქეთ იქით. აქეთ ისე, აი ნიშნულის ჩათვლით, რო გაყვებით, თვლებს გადათვლით, აქაც გექნებათ, აი კუთხის ადგილას გავაკეთებ, მე ამას გაჩვენებთ, ასე იგი, თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი და ეს უკვე აქეთ მოგსოვილია უკვე, აქ აღარ გადავივლით, ხო? აი აქ ამ თავისუფალი თვალის ჩათვლით, აქაც მიახლოებით ესე 30 თვალი უნდა გქონდეთ. შეიძლება 31 გამოგივიდეთ, ნუ მაგრამ აქ ყოველ რიგს შევსაბამებთ თითო თვალი. ეხლა მე ამას გავაკეთებ და თქვენც მოვყევით. აი ესე იგი, კუთხე გავაკეთეთ. ეხლა მე შევალ უკვე აქეთ მხარეს. აი ესე, თვალი ნამატის გარეშე, სულ ასე ვგსოვთ. აი ეს, აი ამ ჩაღრმავებულს შევსაბამე. შემდეგ აი აქ ცოტაღამად ჩავდივარ. აი ესე, შემდეგ აი აქ მოკლედ თქვენი თვალით ესე შეაფასეთ და თითო რიგს, თითო თვალი ნამატის გარეშე უნდა შევსაბამოთ აუცილებლად. ესე გაყევით, სანამ მეორე კუთხესთან არ მიხვალთ. აი ნახეთ, ეხლა ეს ბოლო რაც მოგსოვე, ეს არის 29 თვალი, ნახეთ, აი აქედან თუ გადათვლით, თავისუფალი თვალის ჩათვლით, აი აქ, ეს არის, აქ შეიძლება ნიშნული გავაკეთო, რა თქვენს დაინახოთ პრინციპში. აი ეს არის თქვენი თავისუფალი თვალი. 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 1 2 3 4 5 6 7 8 9 29 თვალია. ეხლა აქ ნახეთ, შეიძლება თქვათ, აქაც კიდევ მოგსოთ აი ამ სულ წვეროზე, მაგრამ მე ახლა ვფიქრობ, რომ მინდა მაინც 30 თვალი გამოვიდეს და თან აქეთ მხარეს მე აი ფაქტიურად ეს ახლა აი ეს რიგი არის პირველი რიგი და ჯაჭვის საბურთლებს მოკლედ არ შეუსაბამებ აი პირველი რიგი სადაც გქონდათ ხო ძირი და ესე იგი ეს 29-ია, ეს თავისუფალი თვალი 30-ათი, როგორც გითხარით, ხო? ეხლა უკვე იგივე თვალიდან ეს კუთხეა, ესე იგი, კუთხეს ვაკეთებ ახლა. აი აქ ამოვიყვან თვალს ნამატის გარეშე, თან აი ამ ძაფის ბოლოს ჩავაყოლებ და ეხლა გავყვებით აქეთ მხარეს. აი ესე. აქ ჩვეულებრივად აქ თვლებივით, თვალივით არ არის, მაგრამ აი დააკვირდით საჩერდი ვარ. ესე იგი, აქაც მოდით გავაკეთებ ნიშნულს და რო გადავთვალოთ, შევაფასოთ. აი აქ თავისუფალ თვალზე ვაკეთებ ნიშნულს. აი ესე. ესე იგი, ამ ნიშნულს და მეორე ნიშნულს შორის უნდა იყოს ნიშნულებს თუ არ ჩათვლით 14 თვალი. აი ესე გაყევით ახლა, სანამ არ მივხვალთ მეორე კუთხესთან და მე გირჩევთ, რომ უფრო იხელმძღვანოთ იმითი, რომ აი ნიშნულებს შორის თქვენ უნდა გქონდეთ 14 თვალი. მოდით ახლა მე გადავთვლი და გაჩვენებთ. ესე იგი, აქ ნიშნულს არ ვთვლით, ხო, ძირზე. 1 2 3 4 5 6 თვალი ნამატის გარეშე მაქვს. 7 8 9 10 11 12 13 და ბოლო 14. აი ეს იქნება ჩვენი კუთხე. 14 გვაქვს. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი. აქ მოდით ჯერ კიდევ მოგსო თვალს ნამატის გარეშე, ანუ ახლა კუთხეს ვაკეთებ, ხო, ეს თავისუფალი თვალი და იგივე თვალიდან თვალი ნამატის გარეშე. ეხლა გავაკეთებ ნიშნულს. თავისუფალ თვალზე, რა თქმა უნდა, აი აქ. ეხლა უკვე აქეთ მხარეს გამოვყვებით, ხო? ესე გამოვყვებით. აქაც სასურველია, რომ ესე 30 თვალი და გამოგივიდეთ. იმის მიხედვით, აი როგორ შეხვალთ ახლა რიგებში, იმის მიხედვით აქ გვაქვს უკვე 2 თვალი, ეს ნიშნულის და მომდევნო, ხო? აი აქ. შეიძლება 31 გამოგივიდეთ, არა უშავს. ზოგჯერ აი რიგები ისე არის ერთმანეთის მიმართ წანაცვლებული, რომ შეიძლება ესე გამოგივიდეთ. არ არის პრობლემა. ერთი თვალი. აი ესე გაყევით ახლა თითო რიგს, თითო თვალი ნამატის გარეშე შევსაბამეთ. და აი ახლა 29 თვალი მოგსოვე ბოლოს. და შემდეგი თვალი აი აქ, ეს უკვე 30-ია და ამას უკვე როგორც კუთხის თვალს ისე ვთვლი და ამის შემდეგ ერთი თავისუფალი თვალი. მორჩა, ფაქტიურად ჩვენ მორჩით ამ ნაკსოვსაც. ეხლა მე აქ მაინც მინდა რომ შეუმჩნეველი დამთავრება გავაკეთო და უნდა მომჭრა ძაფი და მე თავიდან უკვე მიმაგრებისას ხო ხვდებით რომ უნდა მივამაგროთ ერთი ნაკსოვი, ანუ ეს დეტალები ერთმანეთს. აი ესე გამოიტანეთ, როგორც ჩანთის ტანისთვის გავაკეთე. აი აქ გაქვთ თქვენ პირველი თვალი ნამატის გარეშე და აი იმ თვალთან აი ესეთი შეუმჩნეველი დამთავრება უნდა გამოგივიდეთ. აი ესე ჩაიტანეთ და აი მამაზად დაგიჯდათ ესეთი ნაკსო. აუცილებლად უკან მაინც კვანძი გააკეთეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ესე სტაბილურად ხვდებით ხო? აქ ძაფებს შორის ცოტა ჩაიტანეთ ქვემოთ და მერე იქ კვანძი გააკეთეთ. ეს ახლა ზედა მხარია ხვდებით ხო? ეს ადგილი. ეს ძირი.
Practically tak განსხვავება არ არის ეს სიმეტრიულია, ზუსტად ერთნაირია ძირი და ზედა მხარე გვერდითი ნაწილის. ამიტომ tak უკვე once გავაკეთებ და მე მგონი იყო აქ უნდა მოუწვათ მე აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ეს ისეთი სრიალაძაფია რომ გაიშლება ადვილად თუ არ მოწვით. კარგი, აი ესეთი ნაკსოვი გვაქვს ახლა ჩვენ. აი ახლა ჩვენი ორივე დეტალი მზად არის, ასევე ჩანთის ტანი მზად გვაქვს და მე მოუწვი აი ეს უკანა ძაფის ისენი მაინც ჯობია უკვე მომწვარი იყოს, რომ მე უკვე ჩანთა როცა შეკრულია, უფრო ძნელი იქნება მათი მოწვა, ასევე ტანის ნაწილზეც, აი ეს ყველგან ესე ლამაზად შეუმჩნევლად არის აი ეს ძაფის ბოლოები. ეხლა უნდა მივაკეროთ, ვაპირებ რომ მივაკერო მაინც და აი ესეთი მსხვილი უნწიანი ესეთი ნემსი გინდათ და ძაფი გინდათ ისე რომ აი ეს რა კონტურის მიიკერებასაც აპირებთ, ეხლა მე მიახლოვებით აი ესე უნდა შემოვაროთ, ხო? აი ესე და აი აქ. აი ესე. აი ამის ერთ კონტურიც გინდათ ერთი და კიდევ ნახევარი აი მისი რაც არის, ნახეთ? აი ეს მიახლოვებით. აი ეს. ერთ ნახევარჯერ მეტი. ეხლა მე ერთს ავიღებ და აქ ნიშნულები გავაკეთე მე ყველგან სადაც მქონდა თავისუფალი თვლები. პრინციპში ფუძეზე მნიშვნელოვანი არ არის, უბრალოდ აქ გადათვალეთ, რომ აი თვლების რაოდენობა თქვენ ეხლა გექნებათ 30, 14, 30. ანუ ჯამში გაქვთ 74 თვალი. ეხლა აქ თუ გადათვლით, აქაცნაირ თქვათ თუ მოძებნით იმ თავისუფალ თვლებს, ნახეთ, კუთხეების. თავისუფალი თვალი და აქეთ თავისუფალი თვალი. აი ამათ შორის თქვენ გაქვთ მიახლოვით მაინც ესე უნდა გქონდეთ 80 თვალი უნდა გქონდეთ. აქეთაც აი გრძელი მხარე ხო, სადაც ესეთი 40 სანტიმეტრიანი ესეთი ნაკსოვი გვაქვს, ხო? თვლების რაოდენობა კუთხიდან კუთხემდე მიახლოვით 80 უნდა გქონდეთ. აქ გვაქვს როგორც გითხარით 74, ანუ უფრო ნაკლებია რაოდენობა ხო თვლების. ეს იმისთვის რომ ეს ცოტა ქვემოთ უნდა მივაკეროთ, ვიდრე ანუ პირდაპირ კიდე ესე აი სადაც კიდე აქვს ხო ყელის, იქ ერთ დონეზე არ იქნებიან ამ შემთხვევაში. ეხლა მოდით ნახოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ესე იგი მე ავიღებ აი ესენი მაინც მნიშვნელოვანია სადაც რომ გქონდეთ. ამათ შორის რა თქმა უნდა, აი ამ ნიშნულებს შორის აქაც 14 უნდა იყოს, ნიშნულებს არ თვლით და აქაც ისევე მეორე მხარეზე, ხო? ანუ მეორე დეტალი ესეთივე. ეხლა ჩვენ გვინდა მოდით აი სად უნდა მივამაგროთ. ეხლა აქ შეხედეთ თქვენ ძირითად ესე ჩანთის ნაწილს, ესე დიდ ნაწილს, ხო? აი სად გაქვთ კუთხის თვალი. ესე კარგი იყო აქაც თავისუფალი თვალი მოგვენიშნა. აი ეს არის ჩემი კუთხის თვალი, ნახეთ. ერთი წერტილიდან გამოდის ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. ხო, მათ შორის აი ეს არის თავისუფალი თვალი. ეხლა ეს თავისუფალი თვალი რისთვის მჭირდება? ამას არ ვამაგრებთ, როგორც გითხარით. ესე იგი სამი თვალის გამოტოვებით უნდა მივამაგროთ. ანუ აი ეს ესეთი წვეროს თვალია, ხო? კუთხის 1, 2, 3 და აი აქ უნდა მივამაგროთ. აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ მიმაგრება. როგორც ეხლა იმისთვის რომ მე ძაფის მიმაგრება მჭირდება, ნახეთ, აი ესე გავაკეთებ. აბა დააკვირდით, ეს არის მეოთხე თვალი აქედან რომ გადმოვთვალე 1, 2, 3 და მეოთხეა. როგორც მე ეხლა ესე კი არც შევალ, ნახეთ. მეხუთედან გამოვალ, რომ ძაფის ბოლო შიგნით, ჩანთის შიგნით მოხდეს და შევალ მეოთხეში, აი ესე. ხა ნახეთ, ეს მეოთხე რა თქმა უნდა, მიმაგრება მაინც მეოთხეთი იწყება. უბრალოდ აქ აი ეს მინდა რომ კვანძი გავაკეთოთ, აი ესე, ეს იყოს ჩანთის შიგნით და არა გარეთ, ხო? მას ხვდებით რომ ჩანთის გარეთ არ არის კვანძების სასურველი. ამიტომ, ძაფის ბოლოები, ხო? აი ესე იგი მე ახლა ფაქტურად ეს
მეხუთედან გამოვედი, მაგრამ მეოთხეში შევედი და ამიტომ ეხლა მეოთხის მიმაგრება გამომდის. აი ამ ესეც წაღმომხარი მაქვს, ესეც წაღმომხარი, ანუ გარეთა მხარე ჩანთის. აი ეს უგუღმა მხარე, ხო? აი ეს. აქ რა თქმა უნდა ეს ნიშნულის ადგილი, სადაც თავისუფალი თვალი გაქვთ, ეს უნდა მიამაგროთ. ამ შემთხვევაში კი გვერდითი ნაწილები აი აქ შევალ. აი პირველივე კუთხის თვალთან ვამაგრებთ. აი ამას ნახეთ როგორია. ხედავთ, ცოტა დაბლაა ჩასული ვიდრე ეს. აი ეს, ნახეთ? 3 თვალის შემდეგ მეოთხე თვალში. ეს ძაფის ბოლო აუცილებლად შიგნით დამოვახვედროთ. კიდე აი ეს ნახეთ გამოვატოროთ, ხო? და მე მივამაგროთ. აი ესე. ეხლა აი აქეთ. მოდით ალბათ თუ ხედავთ. იმედია რომ ჩანს. აი აქ გამოვიდა, ხო? მეზობელში აქეთ შემოვალ. ორივე კედელში. აი ესე და ამის მოპირდაპირედ ნახეთ, აი ეს იყო მეოთხე თვალი. ეხლა ეს მეხუთე მინდა, ხო? უკვე მეხუთეზე გადავდივარ. მომდევნო წყვილში შევდივარ, ესე თქვა, ნახეთ. აი ესე. კარგით. ეხლა შემდეგი აი აქ იყავით, ხო? ესე იგი აი აქ. აქაც მომდევნო აი ეს არის თქვენი. ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თვალში შეხვიდეთ თითო-თითოჯერ, არც გამოტოთ, არც ზედმეტად ორჯერ არ შეხვიდეთ თან. ხა ნახეთ, აი და აქ შევედი. აქეთ დააკვირდით, აქ უყურეთ, აი აქ უკვე შევედი, ანუ აი აქ. აი ესე. ხედავთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ კარგად გააკეთოთ, რომ თვალი თვალს შეუსაბამოთ, რომ ეს თვლების რაოდენობა, აი რომ შემოყვებით, ხო? ზუსტად გეყოთ, ანუ რა რაოდენობა თვლებიც აქ გაქვთ, ისევე აი აქ და აქაც რომ მოხვიდეთ ზუსტად აი 3 თვალის ქვემოთ უნდა დამთავრდეს მიკერება. ასევე მეორე მხარეზე რა თქმა უნდა. აი აქ და აი აქ. მგონი ჩანს, ხო? იქ ვიყავი ზემოთ, ეხლა მის მომდევნო თვალში შევალ. აი ეს. მოკლედ ესე უნდა გაყვეთ ახლა ცოტა კამერასთან რთულად არის ეს მიქსოვის პროცესი, მაგრამ მეგონი მიხვდით, რომ წყვილები უნდა მოძებნოთ. მომდევნო წყვილი, შემდეგ აქედან იქით, მომდევნო წყვილში ორივე კედელში შევდივარ, ორივეგან. ესე შემოყვებით. ფაქტიურად ახლა ძირზე როგორც შეგხვდებათ იქ აი ეს ნიშნულები, აი ესენი არ არის მაინდა-მაინც მნიშვნელოვანი, უბრალოდ ეს რომ გადათვალოთ, რომ მათ შორის 14 თვალი უნდა გქონდეთ, ხო? აი ესე. აი აქ ნახეთ გამოდის. და აი აქ უნდა შევიდეს მაშინ. ასე შემოყევით სულ ბოლომდე. და ბოლოს რა თქმა უნდა დავაფიქსიროთ ეს ძაფი. კარგით, ესე მოგსოვეთ. აი ფაქტიურად მოვედი მე ამ ესე იგი კონტურის გარშემო ბოლოში გავედი. ნახეთ, აი აქ თუ დააკვირდებით, აი ეს არის თავისუფალი თვალი, აი ეს გვერდითი ნაწილის, რომელიც აი აქედან ზუსტად აქ უკვე გავატარე ძაფი და აქ გამოვედი აი ამ თვალში. ეხლა აქედან თუ გადათვლით, ესე იგი ეს ამ თვალს არ ვთვლი, ხო, სადაც გაიარა ძაფმა. აი შემდეგ 1 2 3. აი ეს. აი ეს არის ფაქტიურად თქვენი კუთხის თვალი. ხო, როგორც თქვით, აი ეს თავიდან 3 რო გამოტოვე და მეოთხეში, აი 1 2 3 და აი მეოთხეში აქ ბოლო დამაგრება. აი ეს ხედავთ, 1 თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე გამოდის ერთი და იგივე თვალიდან. ფაქტიურად ჩვენ ესე იგი მორჩით ეს მიმაგრება, მაგრამ აქ მაინც მინდა რომ კიდევ კარგად მივამაგროთ და აი ამ თვალში ხო გამოვედი, ეხლა ცოტა წინ წავალ კიდევ ერთხელ რომ დავაფიქსიროთ კარგად. აი ეს და მის მოპირდაპირეში, აი ესე კიდევ ერთხელ, ხო? და კიდევ მეზობელში, სადაც ვიყავით. ეხლა კი არ გადავდივარ წინ, უბრალოდ სადაც ბოლოს ვიყავი, აი უკან დავბრუნდი ცოტა ქვემოთ და მისთვის რომ უფრო კარგი დამაგრება გქონდეს. აი ახლა უკვე მორჩა.
აქ უკვე სასურველია რომ გააკეთოთ კვანძი, მოდით ჯერ ჩავიტან ცოტათი და მერე გავაკეთებ ქვემოთ კვანძს. ასეთივე მიმაგრება უნდა გააკეთოთ მეორე მხარეზეც. თქვენც აი ახლა მე გირჩევთ რომ გადათვალოთ, მედია რომ თქვენც იგივე რაოდენობა გაქვთ, აი აქ თვლების როგორც გითხარით 80 თვალი, როგორც მე მქონდა და მაშინ ყველაფერი აი ესე გამოგივათ როგორც ანუ ზუსტად რაოდენობა თვლების იქნება შესაბამისი ამ გვერდითი დეტალების. ახლა აქ მოდით კვანძს გავაკეთებ. აი ესე თავის თავში გავატარე. ესეთი კვანძი გვაქვს და კიდევ ერთხელ აი ჩავიტან ორ ესე დაფებს შორის. ეს მორჩა. ეხლა მოდით მე ამას ბოლომდე მივაკერებ, ხო? აქ მოვჭრით. მეორე ნაწილსაც მივაკერებ. რომ ამის შემდეგ უკვე სანამ სახელობის ქსოვას დავიწყებდეთ, სასურველია რომ აი ეს ლენტი მივაკეროთ. აი ეს ლენტი. აი ესეთი. აქ აი ესე მოიხრება და მას მივაკერებთ ოქროსფერი ძაფით, რომ არ იყოს შესამჩნევი. აქ უკვე თქვენზეა სად კონკრეტულად სად მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი კარგია და აი აქ უნდა გაყვეს ძირზე. მოდ ამას გაჩვენებთ, უბრალოდ ეხლა მე ამას მეორე ნაწილსაც, აქ მეორე გვერდსაც მივაქსო და დაგიბრუნდებით.